ჩინეთი ახალი წლისთვის ემზადება დღესასწაულს ჰონკონგში მასშტაბურად აღნიშნავენ ღონისძიებები 3-დან 17 თებერვლამდე გაგრძელდება. დიდი სამზადისია ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიშიც ტაძრები მორწმუნეებს ვეღარიდებს. ასტროლოგიურად ცნობილია, რომ კურდღლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის მიმდინარე წელი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. ჩინეთი ახალი წლისთვის ემზადება წელს ჩინური ახალი წელი ჰონკონგში მასშტაბურად აღინიშნება. ღონისძიებები, რომლებიც ჰონკონგის ტურიზმის სამმართველოს მიერაა ორგანიზებული 3-დან 17 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. 3 თებერვალს მეგაპოლისის ქუჩებში გრანდიოზული აღლუმი ჩატარდება. მსვლელობაში 11 ქვეყნის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. 4 თებერვალს ვიქტორიის ყურეში ფეიერვერკი მოეწყობა. ლეგენდის მიხედვით ფეიერვერკმა ჯადოქარი უნდა განდევნოს, რომელიც ძველ წელს განასახიერებს. 5 თებერვალს იპოდრომზე საახალწლო დოღი გაიმართება, რომელიც ჰონკონგში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანახაობაა. ჩინეთში ახალი წელი სახელმწიფო დღესასწაულია, რომლის დროსაც მაღაზიები და კაფეები 2-3 დღით იხურება, თუმცა ტურისტულ ზონებში დიდი სავაჭრო ცენტრები და რესტორნები მუშაობს. დიდი სამზადისია ტაივანის დედაქალაქ ტაიპეიშიც. მოქალაქეები ახალი წლის მობრძანებას მხიარულად ელოდებიან. ტაძრები მორწმუნეებს ვეღარიტებს. ადამიანები მომავალ წელს ჯანმრთელობას, სიმდიდრესა და სიყვარულში წარმატებებს შესთხოვენ. ასტროლოგიურად ცნობილია, რომ კურდღლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის მიმდინარე წელი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. თეთრი ბოწვერის წელიწადში დაბადებულებს შორის უამრავი ცნობილი სახეა. მსახიობები ევა ლონგორია, ზაკ ეფრონი, მომღერალი თეის ფერგინსონი და სხვა. ტაივანელი მედიუმის ინფორმაციით კი ბოწვერის წელიწადში დაბადებული ყველა ადამიანისთვის 2011 წელი წარმატებული არ იქნება. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ორივე კურდღლის წელიწადში 1963 და 1975 წლებში არიან დაბადებულები. ანჯელინა ჯოლის კარიერაში წინსვლა ელის მისთვის ძალიან კარგი წელი იქნება. ის ურთიერთობებში ძალიან სტაბილურია და გვერდით მყოფ ადამიანებზე დადებით გავლენას ახდენს. მას კარიერაში 7 წელი ექნება, თუმცა თავის პარტნიორ ბრედ პიტისაგან გარკვეულ დისკომფორტს იგრძნობს, რაც სავარაუდოდ მცირე კონფლიქტებით გამოვლინდება. პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ნაყოფიერი წელი მსახიობ ჯონი დეპს ელოდება. მას ერთდროულად რამდენიმე ფილმში გადაიღებენ, რაც მის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამყარებს. 2011 წელს მას კარიერული წინსვლა და ნაყოფიერი სასიყვარულო ურთიერთობები ელოდება. ჩინური ჰოროსკოპის თანახმად ზოდიაქოს ნიშნები ყოველ 12 წელიწადში ერთხელ მეორდება. ის ადამიანები, რომლებიც 1951, 1963, 1975, 1987 და 1999 წლებში დაიბადნენ კურდღლის ანუ თეთრი ბოწვერის წელიწადში დაბადებულებად ითვლებიან. ჩენის წინასწარმეტყველებით ნაყოფიერი წელი მსახიობებს ქეით უინსლეტს და დრიუ ბერიმორს ელოდებათ. მომღერალ უიტნი ჰიუსტონისთვის 2011 საკმაოდ რთული, მაგრამ წარმატებული წელი იქნება. მას მთელი წლის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება და პარალელურად ბევრი უნდა იმუშაოს, რათა კარიერაში წინსვლა შეძლოს. ჩინური კალენდრის თანახმად ეს წელი უფრო მშვიდი იქნება ვიდრე გასული წელიწადი. მთელი წლის განმავლობაში მძაფრი მოვლენები და კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის. თეთრი ბოწვერის წელიწადი კარგია მეგობრული შეხვედრებისთვის, საქმიანი საღამოებისთვის, დასვენებისა და ურთიერთობისთვის. მოლაპარაკებები და ნებისმიერი სახის კომუნიკაციები ნაყოფიერი და პოზიტიური იქნება. თეთრი კურდღლის წელიწადში მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავი გადამეტებული შრომა არ იქნება საჭირო. ჩინური ჰოროსკოპის შესაბამისად კურდღლის წელი განსაკუთრებული იქნება ხელოვანი ხალხისა და მეცნიერებისთვის, ასევე უბრალოდ ნიჭიერი ადამიანებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებისთვის. რადგან თეთრი კურდღელი შინაური ცხოველია, ის ასევე ნაყოფიერების სიმბოლოა. ერთობლივი მოგზაურობა და დროის ტარება ურთიერთობების გაღრმავება შეუწყობს ხელს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დატოვებს მთელი წლის განმავლობაში. იმ წყვილებისთვის კი, რომლებმაც შეუღლება გადაწყვიტეს ბედნიერი საოჯახო ცხოვრების მომტანი იქნება. შეყვარებულებს რომანტიული ურთიერთობები, ერთგულება და სიყვარული ელით. ამ წელს დაბადებული ბავშვები ცოტა გაუბედავები, სამაგიეროდ უნიკალური ნიჭით იქნებიან დაჯილდოებულები.